ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის. აღნიშნულ თემაზე სასტუმრო ბილტმორში დიასპორის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელმა შეკრებილი საზოგადოება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები დალოცა. კათოლიკოს პატრიარქმა უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა სამშობლოსთან კავშირი არასდროს დაკარგონ. რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში. ეხლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის და მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა და ეკლესიები და მონასტრები, რომელიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი კულტურისა, ქართული კულტურისა. შეიქმნა წრეები ცეკვის, ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ. და ბოლოს მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები თქვენი არის აქ საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვართ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს. ჩვენთან არის ღმერთი. ღონისძიების მონაწილეებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეციალური ჯილდოებით წაახალისებს დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ჩვენი დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. საქართველოს როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციაში და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში. თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ.
ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ ჩაერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში და მათ საქმიანობაში მიიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის წარდგინება შედგა. ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა, ასე ჰქვია სამოქმედო გეგმას, რომელიც წელს პირველად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს ეკლესიასა და მთავრობას შორის იმისათვის, რომ დიასპორა კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს უფრო მეტად ერთიანი და შენარჩუნებული იქნას თვითყოფადობა, ჩვენი კულტურა. ძალიან დიდი როლი შეასრულა ეკლესიამ ამ მიმართულებით, ასრულებდა ყოველთვის და ასრულებს დღესაც და ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მინდა მიულოცო მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ასევე მინდა ვთქვა, რომ 27 მაისი, რომელიც არის დიასპორის დღეს გამოცხადებული, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო დიდი პატივს სცემს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს თავისი დიასპორას და ეს უნდა გადაიზარდოს საქმიანი, ასე ვთქვათ, პროცესში. დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სხვადასხვა კულტურული ღონისძიება თბილისსა და მცხეთაშია დაგეგმილი.